სადა ვის აქვს 1025? არავისაც არ აქვს, ვის აქვს? არის თვითონ ზემდგომო ორგანოს იქა ბევრი აქვს, მაგაზე მეტიც აქვს. აი მუშაობ 200 ლარზე 300 მუშაობა. ახლობით 400-500 ლარი. აი საქსტატის მონაცემებით დიახ. 1125 ლარი არის საშუალო ხელფასი. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია ეს რეალობაა? ცოტა არ იყოს ეჭვმებარება. რატომ? მე თვითონ საკუთარი ხელფასიდან გამომდინარე, მასწავლებელი ვარ და 624 ლარი მაქვს ხელფასი, თანაც უმაღლესი კატეგორიის მასწავლებელი, ცოტა საეჭვოდ მიმაჩნია ეს. სულ საშუალოდ 400 ლარი აქვს ზოგს. ზოგს აქვს 150 ლარი, ზოგს გითხარით 20 ლარი აქვს. გააჩნია სად მუშაობს. მუშაობარი ვარ და როგორ გითხრა? აი საქსტატის მონაცემებით კვლევების მიხედვით არის 1125 ლარი საშუალო ხელფასი საქართველოში. რამდენად შეესაბამება სიმართლეს, როგორ ფიქრობთ და სადაა ძმა სიმართლე? აქანი მე ვერაფერი ვერ გავიგე. რა ის სიმართლე? სადაა სიმართლე? საშუალოდ ალბათ 200 ლარამდე. აი საქსტატის მონაცემების მიხედვით, კვლევების მიხედვით 1125 ლარი აქვს ხელფასი საშუალოდ მოსახლეობის. არა, ტყუილი. აბა როგორ? არა. დაახლოებით 500-600 ლარამდე იქნება. გააჩნია რა თანამდებობაზე იქნება ადამიანი. აი საქართველოში ზოგადად ქვეყანაში საშუალო ხელფასი მოსახლეობის არის 1125 ლარი. საქსტატის მონაცემებით. არ ამგონია.